მოკლედ, გარჯვა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოკლედ, დავიწყოთ ასეთ რაღაცით. მე ახლა მონაწილეობ აჭარის რეგიონალურ ტურნირზე. ანუ ახლა ამ დროისათვის მე მაქვს ორი გამარჯვება, ერთი მარცხი. თითოეულ პარტიას იხილავთ, პირველი პარტია რა ვითამაშე და მესამე პარტია. რაც შეეხება მეორე პარტიის ჩვენებას თქვენ შევძლებ, ანუ სადაც წავაგე მაგ პარტიისას, რადგან ანუ იქ ისე მიწერია რამდენიმე სვლა, რომელიც გაგებაც მეც არ შემიძლია რა. ზუსტად ამიტომ რახან იმ სვლებს ვერ ვიგებ. საბოლოო ჯამში პარტია როგორ მონაწილეობს ვერ გავიგებთ ზუსტად. და რახან ზუსტი მონახაზი არ გვაქვს მეორე პარტიის, მხოლოდ პირველ და მესამე პარტიას გაჩვენებთ. შავი სიჩუმის ხმები ბრძოლა იწყება დაფაზე დღეს თითოეული სვლა გონების ლოცვა ვიწყებთ თამაშს დრო უკვე დევს მოხსენიება ჭადრაკი გონების თამაში სლოცი სტრატეგიის ძალა სამეფო ცხენები ჯარისკაცთა ბრძოლა ჭადრაკი სიბრძნის თამაში ცხენიცი მიცემს კუთხით გაჩერდება კოშკი მეფის დამსველია ბაიკინელა მაგრამ მტკიცეთ მიდის ყოველი სლაქ მნიშვნელოვანი მოხსენიება ჭადრაკი გონების თამაში სლოცი უკან სტრატეგიის ძალა სამეფო ცხენები ჯარისკაცთა ბრძოლა ჭადრაკი სიბრძნის თამაში დედოფალი მართავს ტალღება შენი გონება გზას გაუძღვება გამარჯვება შუქა დანათებს მოხსენიება ჭადრაკი გონების თამაში სლოცი უკან სტრატეგიის ძალა სამეფო ცხენები ჯარისკაცთა ბრძოლა ჭადრაკი სიბრძნის თამაში თეთრი და შავი თამაში მთავრდება გამარჯვებული გონებაზე იმობს ჭადრაკი გვასწავლის როგორ ვიბრძოლოთ ჭადრაკი ეს სიცოცხლის ხიდია მოკლედ, მოგეძებნ ახლა ბოლოს თქვენ რა მომენტებიც ნახეთ, ეგ მოხდა გუშინ. მანამდე ვერ მოვახერხე ჩაწერა სხვათა შორის ახლა თოვლს. ახლა არის უთხშაბათი? ო, რაღაც არა, ხუთშაბათია, ხო. უკვე იმდენად გადართული ვარ მოკეთ ამ აჭარის ჩემპიონატზე, რომ საერთოდ ის რა, არაფერი არ მახსოვს სხვა. და ვცდილობ რომ რაღაც მომენტში მოვაგვარო რა ყველაფერი, ხო ხდებით? რავი. წესით დღეს არ ვიცი რა მოხდება, იმიტომ რომ საკმაოდ რთულ მოწინააღმდეგესთან მოხდა თამაში არის აჭარის ჩემპიონი იყო ბევრჯერ სხვათა შორის, ბევრჯერ მოუგე აჭარა, საქართველოს ჩემპიონია. და ძალიან დიდი კრაუდი აქვს რა. ძალიან ბევრი რამე აქვს გაკეთებული ზოგადად. ხო და ამიტომ ხა რთული იქნება ასეთი მოწინააღმდეგესთან ბრძოლა. ხო და არ ვიცი რა დღეს რა მოხდება,
ღმერთმა იცის რა მოხდება. ღმერთი არ ჩვენთან. არ ხარ მგაჩვენთ როგორ თავს. ხო, ნუ. მაგარ ძალიან თოვლია, ძალიან. აი, ძალიან თურს. ხო. მაგრამ ნუ ეხა თოვლ ჭყაპიან, თლადი შეთოვლი არა, როგორც ეხა მე მახსოვს, ჩემ ახალგაზრდობაში იყო, რომელი წელი იყო მაშინ? აღარ მახსოვს ახლა, მაგრამ ბიჭო, მახსოვს მაგარი თოვლი იყო მაშინ. და ეხა ის ვერანო ბაზარი არა, ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ რავია, რა გითხრათ. ხო, მოგეთ დანარჩენი ხა გიბრუნდებით ცოტა ხანში. ალბათ თქვენთვის ცოტა ხანში, თორე მე რა არ ვიცი, დღეს შეიძლება მის მეტი აღარ გადავიღო, ახლა ამ კონკრეტულ მის მეტი, მაგრამ სავარაუდოდ პარტიას მაინც გაჩვენებთ რა, აი სავარაუდოდ. ხო, ნახოთ. დამლოსეთ, წარმატებები მისურვეთ და ასე რა. ხო და როცა ვლოგი გამოვა წესით, როცა ვლოგს დავამთავრებ და დავდებ, წესით უკვე ყველა პარტია მორჩენილი უნდა მქონდეს და დამთავრებული რა. ხო და რავი, აბა რა გითხრათ, პრინციპში ფიქრობ, რომ ყველაზე ესეთი ხარ რაც არის. არ შედი ღევანდელი დღე ერთადერთი სანერვიულო რა, აი დანარჩენებს აი სადაც ანუ ერთი წაგება რომ მაქვს. იმასთან წესით არ ვაგებდი. პირიქით მოგებული პოზიცია მქონდა უბრალოდ ის იყო რომ რაღაცაზე აღარ დავფიქრდი, იმიტომ რომ და თავში დალაგებული მქონდა გეგმა. რომ ანუ ამ გეგმიდან გადახვევა აღარ მინდოდა და ოდნავ ვიჩქარი რა. და მაგან გამოიწვია რაც გამოიწვია, სხვა ფიგურაზე უნდა მომეკიდა ხელი და სხვა ფიგურას მოვკიდე ხელი, ერთადერთი ეგ იყო პრობლემა. თორემ მანდაც მოგებული მქონდა ეგ პარტიაც. ხო და დღევანდელი დღე მართლა სანერვიულოა რა. ხო და ნახოთ აბა რა მოხდება. მოგეთ, კიდევ ერთხელ გამარჯობა. ესე იგი ახლა როგორაა საქმე, მოკლედ რო გითხრათ რა. ბოლო კადრები ახლა უკვე ნახე მეტყობა კიდე ცოტა ის პონტია რომ ანუ გადაიდო ტურნირი სიცივეების გამო. ხო და ანუ ის ორიკულა რაც მქონდა, ისევ ის ორიკულა მაქვს. ანუ დანარჩენი პარტიები გადაიდო და 8 მარტს ჩატარდება, 8 და 9 მარტს ახლა ჩატარდება ეგ პარტიები რა. ხო, ჯერჯერობით გადადებულია. ხო და აი ნახოთ რა მოხდება საბოლოო ჯამში. წინა კადრები, რომელიც ნახეთ, არის გადაღებული რამდენიმე დღის წინ. და ეს რამდენიმე დღე ცადე მომზადება, მაგრამ აი არაფერი არ გამოვიდა რა, იმიტომ რომ რეალურად მოწინააღმდეგეს ვერ ვნახულობ. და ჩესკომზე მაქვს რაღაც დროითი ბანი, იმიტომ რომ ანუ ისე მოხდა რომ სამჯერ ზედიზედ ჩემო მოწინააღმდეგემ საწყისში დამნებდა რა, რის გამოც მქონდა 100%-იანი ის რა, მაჩვენებელი, ანუ 100%-იანი გამარჯვების ის მქონდა, იმიტომ რომ ანუ მოწინააღმდეგე დამნებდა, როდესაც აი სამისვლა რო ქონდა გაკეთებული, სამისვლა გავაკეთე, იმანაც სამისვლა გააკეთე და მე დამნებდა. სამისვლაში, ანუ არ ვიცი ეგეთი რა სამისვლა იყო, მაგრამ ანუ რაღაც სამისვლაში დამნებდა რა. და ეგ მოხდა, მეგონი 2-ჯერ თუ 3-ჯერ ეგრე მოხდა. ანუ სამისვლაზე დამნებდა ერთმა ცოტა მეტ ისეთ დროს, მაგრამ აი თანაბარი რო იყო შანსები, აი ეგეთ დროს დამნებდა რა საწყისში. და რამოდენიმე რო ასე დამნებდა, ჩესკომმა დამადო ბანი. საპორტს ცადე მიმეწერა, მაგრამ ეს საპორტი არის ხელოვნური ინტელექტი. და ამ ხელოვნურ ინტელექტთან თან ჩათი არ აქვს. უბრალოდ არ ჩამონათვალი, იქედა ერთ-ერთი სიჩო და იმ ერთ-ერთში არა აკაუნთი რომ დამიბრუნოს, იმიტომ რომ ანუ არა ეგრე გათვალისწინებელია რომ 3 კაცი ასე დაგნებდება, მაგიტო 100% ის რო გაქვს და საპორტთანაც საუბარი ვერ მოვახერხე. ჩესკომზე მაქვს ბანი. lichess-ის გარტყმაში არ ვარ. ვცდილობ სხვა პროგრამებით, მაგრამ სხვა პროგრამებში ისაა რომ ონლაინში კი ვთამაშობ, მაგრამ ანუ ძალიან ცუდად თამაშობენ რა, ვერ მიქაჩავენ ვერც ერთი. ჩესკომზე ვერ შევდივარ, სხვა საიტები ძალიან დაბალი დონის მოთამაშეებითაა სავსე და აი უბრალოდ გადავუარე ყველას. ხო და არ ვიცი რა მოხდება ეხა ფორმის პიკში აღარ ვარ, ერთი მაგის თქვა შემიძლია. აი ფორმაში უკვე აღარ ვარ და ვფიქრობ რომ აი ყველაზე კარგ შემთხვევაში მოვიგებ ახლა კიდე ორ პარტიას და ალბათ მაგით დამთავრდება რა და იმ ორ პარტიასაც არ ვიცი ხა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ცუდ ფორმაში ვარ, რასაც ვატყობ, იმიტომ რომ ბოლო პარტია რომ ვითამაშე, მიუხედავად ისა მოვიგე, ანუ ძალიან ცუდად ვიყავი რა, იმიტომ რომ ლაზიერი შევწირე.
ვერ დავინახე და დაეტლი დავკარგე. აი ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა რა, მაგრამ მოვიგე ეს პარტია, მაგრამ მოვიგე იმიტომ რომ მოწინააღმდეგე იყო ძალიან სუსტი. თორე აი იქაც როგორ დავკარგე ლაზერი არ ვიცი. ვერ შემომჩნია უცებ რა მომენტებში, ძალიან ვიჩქარე. იმიტომ რომ მინდოდა რომ აი ესეთ ჩელენჯი მქონდა, უკვე 10 წუთს არ უნდა ჩამოკლებოდა რა დრო. და ანუ 2 წამში, ყოველ 2 წამში, იმიტომ 2 წამი ემატებოდა და ყოველ 2 წამში უნდა გამეკეთებინა, სულად ასეთ სიჩქარეზე ვეღარ გავთვალე რა და დავკარგე რამდენიმე ფიგურა. მიხვდეთ რომ პარტია მოვიგე, დამნებდა მოწინააღმდეგე, ეგეც იმიტომ, ანუ უბრალოდ ემოციების ამბავია რომ გავიმარჯვე რა. ხო, ნუ გეჯებით აქ ვართ. და ნახოთ რა ახლა შემდეგ პარტიებს რას ვიზავ. ალბათ შემდეგ ტურნირის წინა დღიდან ტურნირიდან დაგიბრუნდებით, არ ვიცი. იმ პარტიებს არ ვიცი. თუ ის პარტიებიც მოვიგე, რაღაცა შანსები არის, მაგრამ აი უკვე ისე იმასთან დავმარცხდი რა. იმ საქართველოს ჩემპიონთან წინა ის კადრები რო ნახეთ. ანუ ის რეიტინგი აქვს 1500 რაღაცა რა. ანუ იმასთან დავმარცხდი და მაგის გამო ეხა პირველ ადგილას ვეღარ გავალ. მაგან უკვე ემოციურადაც იმოქმედა და თან უკვე ფორმაშიც აღარ ვარ და არ ვიცი რა, აი ტოპ 5-ში შეიძლება გავიდე ტოპ 5-ში. ტოპ 5-ში ვეჭველი გავდივარ ანა, ხა ეგ ვეჭველი მოვახერხებ, მაგრამ აი რომელ ადგილას არ ვიცი რა. მე ვფიქრობ აი მე-4 ადგილი, მე-3 ადგილი რა. მე-3-4 ადგილს ვფიქრობ, აი ტოპ 3-ში გავიდე უკვე კაია. მაგრამ არ ვიცი ზუსტად რა. ახლა ვარ მე-4 ადგილას, მაგრამ ეხა შემდეგი პარტია განსაზღვრავს. ახლა თუ მოვიგე, წესით მე-3-ზე გავალ და თუ წავაგე, მაშინ ძალიან ცუდი ისაა, იმიტომ რომ მე უკვე რომ ტოპ 3-ში ვერ გავიდე, ვეღარ ვიგებ ვერაფერს, იმიტომ რომ ანუ ტოპ 5-ზე არაფერს არ გაძლევ. ანუ 3-ში მაინც უნდა გახვიდე რა. რას ვიზავ თაჭარის ტურნირი. მოკლედ, იმედია ჩემი ხმა კარგად ისმის, დიდი იმედი მაქვს კარგად ისმის ჩემი ხმა. ეს რო თქვი წინა იმაში, მოკლედ მონაკოში სადაც იმის მერე კი 2-3 დღე გავიდა, არა. მოკლედ, მოვიგე ეს ხელი, გადადებული რომ იყო ტურნირი. ეხლა შემდეგ დღეს დავერულდები შემდეგი პარტიისთვის. ნახოთ რა საბოლოო ჯამში რა გამოვა. არა, ანუ რაღაცა საპრიზოზე შეიძლება გავიდე რა. ნახოთ ერთი რა მოხდება. რაღაცებს ველოდები. ხო და იმედია ეს ვლოგი რო დასრულდება. ძალიან კაი გამოვა. იმიტომ რომ რაღაცა ეს ვლოგი თუ მოეწონა ხალხს, ვერ შეიძლება კიდე ესეთი გაკეთება. 1-2, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ტურნირზე გამოვდივარ და რავი, ზოგადად ჭადრაკის გაკვეთილების ონლაინ ესე რო ჩავატარო, ძალიან მაგარი იქნება. ვიდეოები რო გადავიღო რა, ჭადრაკის ვიდეოები რაღაც ეგ სტილში. ბევრი არ მიდევს, ძირითადად მიდევს ჩემი მოგებები. სხვა ტურნირზე თუ თამაშზე, მაგრამ ისიც მიდევს ისე რა და რავი, საბოლოო ჯამში ნახოთ რა შეფასებას დაიმსახურებს ეს ვლოგი. მოკლედ, ახლა თქვენ ახლა ნახავთ პარტიას. თეთრები ვარ მე. მაგ პარტიაში მოვიგე, ეგ პარტია გათამაშდა დღეს რა დღეა? 8 მარტია დღეს. აუ 8 მარტია. ახლა გამახსენდა, რამდენი ხალხზე მაქვს მისალოცი. დასიზავ სიმპათიური რო იქნები. ხო, მოკლედ ახლა თქვენ ნახავთ პარტიას თეთრებით გავიმარჯვე 51 სვლაზე მოწინააღმდეგე დამნებდა. ნუ ისაც მოგებული მქონდა, მაგრამ 51 სვლაზე დამნებდა. ხმაგამაგონე საერთოდ აღარ გადის ეს დრო, ნუ დააყოვნებ ზამთარი ვით არ გამიმეტო, რასაც დავტოვებ ჩართე როცა შემოგინდება, ვესულ ღია ვარ შემოდი როცა მოგინდება, ვესულ მარტო ვარ შენ მოდი როცა მოგინდება, მეც იქამდე ჩაკიდებ ხელს სანამ მოგწინდება, მეც იქამდე ჩაკიდებ სანამ მოგწინდება, იქამდე
კიდე ხიფაწერიდეო მითხრეს ხიფათები ავიკიდე მე თუ მოვალ შენამდე მე ფეხით მოვალ კიდე საჩემხვედრი ყველა სუდი სიფათები დავიკიდე მომიკიდე ისევ ანერვიულებული ვარ ამავსერ მარა თვითონ დაჯღაბნილი რვეული ვარ ალბათ ფიქრობ გაქცეული ან მორეული მაგრამ ვიცი არ სად არის მსგავსი ორეული აქ გადარეული ვარ ცოტა ფსიქოზის ნიშნით რა არ მოწონს ერთი გამოიცით მე მიმიშვის რასაც ავირჩევ ვერავის ხეთრით ვერ მოვიშლი ნერვებს თუ მომიშლი რაღაც მიხსნი შემომიშვი ან ხელებს თას მიშლი ხედავ ფერფტალია სახე მოიწია ხოდა მოუწია ფეკალია ვლახე რაც შენ არიცი მოუყვე ყველაფერი ვნახე და ერთიანად ერთ სკიურში გადავინახე მე ეს სარდახშა შევინახე სხვენში და ახალ ნაწერებს ვიკეცავ გახეულ ჯიბეში სპირტი ხელში ვუშვებ ხელში გადავატარებავ სკვერში ერთი ერთში ან ისევ ჩემს ბიჭებში წერილებს შენ რასაც ეძახირებს ნამდვილი არის ის რასაც ადვილად ვერ იგებ ვერ ვირგებ ვიღებ თქვენსას მუხავს ჩვენ ვერ უდებ და არ შეგვიძლია გასაჭირში ზურგით რო შევბრუნდე მინდა რო გავბრუნდე ისე დასფხიზელი თვალით ვარ რამკაში ჩემი საქციელი სასტაიანი ვარ კაი ესე იგი ახლა დავამთავრე კიდე ერთხელ მოვიგე და პრინციპში მე პარტიასაც ნახავთ რამ ხელა უკრატესობა მქონდა რეალურად და რამდენად ყოჩახსაფას ხო მოკლედ ალბათ პარტიას ახლა ნახავთ მაგრამ შედეგი იყო ძალიან მარტივი ანუ იმდენად მარტივი გამარჯვება იყო და სწრაფად ანუ ტურნირი დაიწყო 12 წელზე და ანუ ახლა არის დრო მეცე დროს ნახავ 3 წუთი ანუ პირველ დაახლოებით 3 წუთში მოვახერხე გამარჯვება იმდენად მაგრად ვითამაშე ძალიან მართლა ყოჩახმე ანუ არ ვიცი რა ვთქვა მაგრამ წინააღმდეგის სისუსტეც იყო ეხლა ვაღიარებ ძალიან ამყვა ჩემს პარტიაში რა წინასწარ დაწყობილი მქონდა გონებაში 10 პარტია რა ანუ იმ 10-დან რომელიმეს ვითამაშებდი რა შავებით ვიყავი და რა ხან შავებით ვიყავი 10 პარტიიდან რომელიმე უნდა მითამაშო რა და ეგ უკვე მასე იყო და უკვე თეთრები რა შეტევასაც წამოიწყო და იმის მიხედვით გადავწყვეტი რომელი პარტიით მეთამაშე და ანუ ისე მოხდა რომ ძალიან ისეთი დაუსტატებული პარტიით ვითამაშე შავებით აი ძალიან მარტივად გავიმარჯვე მაგრამ მოწინააღმდეგეც ისე ცოტა ჩქარობდა მე თუ მკითხო არსობოჯავში ხო გავიმარჯვე ეს თავარი ძალიან მოგერა არ ვიყავს ჩემი თავის კერა ზოგადად მაგრამ რა ვქნა იმდენ ბედნიერი ახლა სხვა არ ვიცი ხო თქვენ ახლა პარტია უნდა ნახოთ ეს ხო რა პარტიით მოვიქე კაცი ის კი არ არის ვისაც ომი შეუძლია არამედ ის ვინც ზუსტად იცის ვინ არის მისი მტერი ხო და საბოლოოდ ასე დასრულდა აჭარის ტურნირი და ეს ბლოგიც მე მგონი ასე სრულდება და ის რამდენიმე ანუ ის წაგებული პარტია რომელიც მქონდა სადაც სხვა შესაძლებლობაც მქონდა მაგრამ მე უკვე ძალიან ის იყო ანუ მე უკვე ძალიან ისე შევიდა რა ანუ იმისა მოკითხვა ფიზიკურად შეუძლებელი წაგებული პარტიის ამიტომ იმას ვერ გაჩვენებთ მაგრამ გაჩვენებთ საერთოდ სხვა იმას მაგრამ ანუ როგორც დახვდით იგივე როგორც სხვას ანუ იმ პარტიას გაჩვენებთ ცოტა ისეთ სტილში სადაც ანუ ონლაინში გათამაშებული პარტია ჩესკომზე ძალიან დიდი წნეხით ანუ ვისთანაც წავაგე ონლაინში ვითამაშე იმასთან ჩესკომზე და იქ უკვე მოვუგე ონლაინში და მაგ ვიდეოს გაჩვენებთ რა იმ ტიპთან ვინც თან ტურნირზე წავაგე და ჩესკომზე მოვიქე და რავი ეგ პარტია შეგიძლია შეაფასოთ როგორც თქვენ გინდათ ხმაგამაგონი საერთოდ აღარ გადის ეს დრო ნუ დააყოვნებ სამთარივით არ გამიმედო რასაც დავტოვებ ჩართე როცა შემოგინდება ვესულ ღია ვარ შემოდი როცა მოგინდება ვესულ მარტო ვარ შემოდი როცა მოგინდება მეციკამდე ჩაკიდებ ხელს სანამ მოგწინდება მეციკამდე ჩაკიდებ სანამ მოგწინდება იქამდე არ დაგიკიდებ სანამ მოგწინდება კონდეს რაც უნდა გქონდეს ყავდეს მეგობრები სანდო გინდა ციდან დოლარი
გაგევლები გრძნობად მე შენ დაგაჯერებ ლექსით ჩემი სიყვარული რომ მაქვს უნდა დაიჯერო ასე ის რომ ჩემი გულის თქმა ხარის რომ ჩემი შვილის დედას ღმერთო როგორ გავხარ არა არ გაგიშვებ არსად გძნობებს აღარ ვიტყვი ფუჭად მაინც შეგაყვარებ თავს და დროსაც არ დავკარგავ უკმად იცი აღარ წავალ არსად ისევ მიმეორებს ეკო წლები გავიარე მაგრამ მაინც მყარები ხარ მე ხომ მთელი ცხოვრება გეძებ გუში დადებული ფიცი ვიცი შემეშალე ერთხელ ახლა უგაგენი ვიცი